ვიცი არ გეტყვის ამბავი ძალიან გავს იმას, აი ძველი ვიდეო გემახსოვრება, რომელიღაცა რაიონის გამგეობაში ჩავდნენ და პასუხი გააქვს და კი მაგრამ არ გეტყვი. ანუ მთელი სახელმწიფო დაემსგავსა ერთ დიდ ტრაგიკულ მოცემულობა, სადაც კომედია არის ყველაფერი, მაგრამ სამდროში ხვდები, რომ კომედიაც კი არა, კატასტროფა, ტრაგიკომედია, კატასტროფის კამენტი ხარ. შთაინთქა ყველაფერი ტყუილში და თუ კი ტყუილის გამო მეგობარს ეუბნები უარს სამომავლო ურთიერთობის გაგრძელებაზე, თუ კი ტყუილის გამო და ღალატის გამო ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, მაშინ ქართული ოცნება ვერ გავიგე, ანუ რატო უნდა იყოს დღემდე ხელისუფლებაში. რო შეხედო ადამიანური პერსპექტივიდან რა, ტყუილს არ პატიობ არავის. და ამათ რატო პატიობთ? ანუ ეს ხო რაღაც ჩვენი ღირებულების ნამდვილ ბრძოლა არის ნამდვილში, რომ ანუ მე ძმაკაც აღარ ვეძმაკაცები, იმიტომ რომ გადამაგდო, მაგრამ აი ბიზნესმენშვილს დღემდე ვენდობი. მიუხედავად იმისა, რომ 12 წლის განმავლობაში დაახლოებით 48-ჯერ მომატყუა რა და ეგ არის საკუთარი არასრულფასოვნების განცდას ნამდვილში ალბათ და მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ, რომ არ შეიძლება უბრალოდ რომ ტყუილის გამო მეგობრებს აკენსელებდე და ბიზნესმენშვილს კვერს უკრავდე, რომ ხო მაგარი ხარ ძმაო, ჯიგარი ხარ, შენ კენ ვარ, თაბა შენცი, ანუ არ გამოდის, სიგიჟე არის